ეთერშია კურიერის ამ საათზე ახალ ამბებს ირაკლი მაისურაძე გაგაცნობთ. სოფელ ნინქოსში აშენებული კაშხალი დღეს სრული დატვირთვით ამოქმედება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული საზღვართან ხუთ სოფელს სარწყავი წყლის პრობლემები აღარ ექნება. ექსპლუატაციაში შედის მეშვიდე ტურბინა, რომელიც პრობლემას სრულიად აღმოფხვის. ნინქოსში ამ დროისათვის იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე, რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი, სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელი, ასევე მხარის რწმუნებული. დავით ქაშიაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში ნინქოზიდან დათო ჩაირთო თუ არა უკვე ტურბინა და ცნობილია თუ არა რა სახსრებით განხორციელდა პროექტი. Diaq ტურბინა უკვე ჩაირთო, კერძოდ ქვემო ნინქოსში მეშვიდე ტუმბო ამოქმედა. მის ამოქმედებას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად რეგიონალური განვითარების მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და მხარის გუბერნატორი ესწრებოდნენ. მათივე განმარტებით ამ კონკრეტული ტუმბოს ამუშავებით უნდა მოგვარდეს 1600 ადგილობრივი მცხოვრებლის პრობლემა. მე შეგახსენებთ, რომ ამ სოფლებში 2008 წლის ომის შემდეგ საკმაოდ მწვავედ დგას სარწყავი არხების პრობლემა და კერძოდ აი ამ ტუმბოს ამუშავებით, როგორც ირკვევა, უნდა მოგვარდეს როგორც ქვემო ნინქოზის სრულად, ასევე ზემო ნინქოზის გარკვეული ნაწილი, ასევე ზემო და ქვემო ხვითი და სოფელი ყელთხცეული, სწორედ აი ამ სოფლის მცხოვრებლებს, კერძოდ კი 3000 ჰექტარზე მეტ მიწის სავარგულებს მოემსახურება ეს აღნიშნული სარწყავი არხი. აქედან გადმოუთხოვეთ წყალი, რამაც მოხდა საშუალება მიმდებარე სოფლები მთლიანად მოგემარაგებინათ, იმ ნაწილში ახალწლია მოხდა ეს რამდენ სოფელს მოამარაგებს? ეს სოფელს მოამარაგებს და 1600-მდე ოჯახს, მთლიანად 3000 ჰექტარზე მეტი. პრობლემას ხო ისტორიულად ეს არ კეთდებოდა და თავდაპირველად რაღაც შეკვეული იყო შესაძლებლობა. ეს იყო პრობლემა, რომ იქით კეტავდნენ წყალს და აქეთ წყლის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა ოკუპირებული ზონის მიმდებარე სოფლებისთვის. ეს საკითხი ტრადიციულად წლების განმავლობაში აწუხებს აქ ცხოვრებ მოსახლეობას და დღეს გადაიდგა ძალიან დიდი ნაბიჯი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. გაკეთდა სრულიად ახალი სარწყავი სისტემა, გაკეთდა ახალი არხი, გაკეთდა ახალი ჰიდრონაგებობა და ამ ყველაფრის შედეგად დღეის შემდეგ 1600 ოჯახი ფაქტიურად შეუფერხებლად მიიღებს სარწყავ წყალს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ამ 1600 ოჯახს ექნება საშუალება მოიყვანოს მეტი მოსავალი, მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელთაც ჩვენ გავზრდით ამ ადამიანების კეთილდღეობას და შემოსავალს. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ამ ზონაში ადამიანებს ბევრი აწუხებთ, ბევრი ტკივილი აქვს, ბევრი რამ სჭირდებათ, თანდათანობით ყველაფერს მოვაგვარებთ და ის რაც დღეს გაკეთდა არის ნამდვილად ერთი სერიოზული ნაბიჯი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემის და საკითხის მოსაგვარებლად. ხონა რაღაც გარკვეული ტექნიკური საკითხები გადასაწყვეტი, ახალი ტურბინა დავამონტაჟეთ, რამაც მოგვცა საშუალება წყლის გადაგდებისა და შესაბამისად 3000 ჰექტარზე შესაძლებელი იქნება დღეიდან უკვე 15 წუთში რომ ადამიანებმა თავის სავარგულები მოწყან და შესაბამისი მოსავალი მიიღონ. ეს შეცვლის ბევრი ადამიანის ცხოვრებას. ამ პროექტისგან სარგებელს მიიღებს 1000-მდე ოჯახი. ეს კომპლექსური პროექტი ბევრი ინსტიტუციის თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა, როგორებიც არიან ევროკავშირი, ეუთო, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ძალიან მოხარული ვარ, რადგან ეს პროექტი მოკლე დროში განხორციელდა და ის მოსახლეობის პირობებს გააუმჯობესებს. პარლამენტის თავმჯდომარე მინისტრებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც, მათთან ისაუბრეს იმ პრობლემაზე, რომელსაც ეს კონკრეტული ტუმბოს ამუშავება მოაგვარებს ამ მიმდებარე სოფლებში. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა ქვემო ნინქოზის სკოლის დირექტორი, რომელმაც ითხოვა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ საკმაოდ დაზიანებული სკოლა და სკოლის მიმდებარე ტერიტორია აღდგეს, რისი პირობაც ქვემო ნინქოზის სკოლის დირექტორმა პარლამენტის თავმჯდომარისგან და რეგიონალური განვითარების მინისტრისგან და ასევე მხარის გუბერნატორისგან მიიღო. თქვენი სოფლის რა? დავიდა ძალიან დიდი მადლობა ამ აი ამ წყლის მნიშვნელობა 99 ნოემბრიდან დღემდე. აი ეს რაც კეთდება და 99 წლიდან? 99 წლის ნოემბრიდან. ანუ რა პრობლემა იყო, წყალი და ეხლა ეშველა და მადლობის მეტი რა გვეთქვა. მე მახსოვს, მე რო ვიყავი კონფლიქტების მინისტრი, მაშინ სულ მუდმივად აი დაწყებული მარტიდან მქონდა ხოლმე რამის ყოველდღე ტელეფონზე ლაპარაკი იქით
ხან ჩოჩიევთან და ხან ვისთან და ხან ვისთან რომ აბა გამოუშვი და აბა არ გამოუშვებ და აბა თქვენის გაგვიკეთეთ რომ წყალი გამოუშვათ და სულ მაგისი პრობლემა იყო და 22 წელია პრობლემაა ოკუპაციის მერე საერთოდ ჩაკეტეს 22 წლის პრობლემა მოგვარდა ამაზე მადლობთ რა გვეთქვი სულ ამოვისუნთქებ მე ესა გაზი ხო შემოდის გაზი შემოვიდა გაზი ხო მარტო მაგისტრალი უნდა შემოსულიყო და მარტო მაგისტრალი უნდა შემოსულიყო და მაგისტრალის გარდა უბნებშიც ხო შედის მით უმეტეს ამ სოფელში გაზი ცოტა მაგრამ ბატონო ზურაბის ძალისხმევით აქაც გაკეთდა წელს ვერ ვასწრებ ხო ბაკურა მაცივრების გაკეთებას არა იქნება უკვე შემძლავრეები პრინციპში წელს იქნება 35000 ტონის შესაბამისად შესაძლებელი იქნება ვაშლის სხვა პროდუქტის მოყვანი პროდუქციის შენახვა მათ შორის ეს წვეთოვანის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვემონიქოზისთვის რადგან 140 გექტარი შესაძლებელი გახდა 1000 ტონა მოსავლის მოყვანა რაც ძალიან დიდ შემოსავალს მოუწევს თითოეულ ამ კლიენტს და ფერმერს ვინც არის ამ მიწის მეპატრონე და ჩვენ ვფიქრობთ რომ გარკვეული კოოპერაციის ფორმის კოოპერატივი შექმნათ ამ მიწის ნაკვეთზე და მთლიანად სამართლიანად თანაბრად გადააწყვეტეს ეს ამონაგები თანხა მოსავლიდან ყველა მოსახლეზე ქვემონიქოზის და ეს იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი რომ დიდი მადლობა აი ამ კარგი საქმეებისთვის რომელიც სოფელს ნამდვილად დიდად წაადგება ცხადია და ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ რომ მე თვითონ ვარ ქვემონიქოზის სკოლის დირექტორი ომის დროს დაიბომბა ჩვენი სკოლის შენობა ამჟამად დანგრეულია და მთელი ბავშვების მასწავლებლების, მშობლების, ყველას სახელით ძალიან მინდა გთხოვოთ, იქნებ ცოტა პატარა დახმარება გაგვიწიოთ, რომ ეს პატარა ბავშვები მართლა ისულ რო ფეხით დადიან ამ ხელა გზაზე, იცით ყველამ რომ ცოტა ისეთი კონფლიქტის მომიჯნავია და ადგილია რომ როგორი ტრანსპორტი დადის სამხედრო ტექნიკა რამე და ძალიან უჭირთ ამ ბავშვებს ფეხით სიარული და იქნებ ცოტა ჩვენთვისაც რამე საშუალება გამოიძებნოს იქნებ ცოტა არა, მაშინ დაგი, ზურა, მაშინ ჭირდებათ, სკოლა ჭირდება, ზურა, მაშინ იქნება იმუშავა, რომ ახალი სკოლა დაფინანსება გამოძებნოთ, არა და სულ 2000 წელს უაშენებული სკოლა მერსიკურისა და სოფლის ძალებით. და მომის დროს დაინგრა და დავრჩით ისე. კი, ბატონო თავმჯდომარე, ამ სოფელს კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა უდგას ნამდვილად სკოლის პრობლემა ეს კიდევ ხანია ვიცი, დავალება თქვენი მხრიდან მიღებულია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა ეს პერიოდში რაღაც თანხები გამონახოს იმისთვის, რომ თქვენთან ერთად პროექტირება დავწყოთ. დიდი მადლობლები ვიქნებით. აი, გუბერნატორის პირობა. ქვემონიქოზის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უახლოეს მომავალში უკვე უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ამ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარე სხვა სტუმრებთან ერთად ქვემონიქოზის სხვა მცხოვრებლებს ხდება.